საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ვღელავთ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს. ამიტომ მოუწოდებთ ყველას, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, უპირველეს ყოვლისა ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლითაც გვჯერა ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ ჩვენ ვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და მოუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივისცენ. ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ ისაა, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა. წლებია ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ. ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ. ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოსვლას განაგრძობს. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა და უდავოა, რომ ამ პოზიციაზე ყოფნას 2025 წელსაც გავაგრძელებთ. მე ნამდვილად გულწრფელად საქართველოს მეგობარი ვარ, მაგრამ ის, რასაც ახლა საქართველოში ვხედავ, ძალიან სამწუხაროა. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები. ალბათ ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ არჩევნები გაყავდა და მის შედეგებს არ აღიარებენ. იქნება მეორე მხარეც, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ იმედს ყველაზე მეტად მიცრუებს მთავრობის განცხადება, რომ ისინი ევროპულ გზას შორდებიან. ქართული ხალხის 80% ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას. განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, რათა მთავრობა ვაიძულოთ არ გამოიყენოს ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ შეავიწროოს ოპოზიცია. რათა გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირიდან. ორშაბათს ვიმსჯელეთ და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე. გჭირდება რომ ამ საკითხზე მუშაობა გავაგრძელოთ.